გამარჯობა. Sarbia-s podcast-ის დროა. ხუჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ZZ მეორე. და სავარაუდოდ ZZ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. დღეს ჩვენ სტუმრები რა, ჩვენ ვართ ილია ბაბუნაშვილი, გიორგი დარჯანია, ილია ნანობაშვილი, ყობაინა საერთზე, ვსაუბრობთ კვარაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა საინტერესო ამბებზე. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. სალამი. აბა, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები გუშინდელი თამაშის შემდეგ. დაიწყეთ. რა ვიცი, პრინციპში ის იყო, რასაც ალბათ გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი ელოდა და იმ უსწრაფესმა გოლმა ალბათ კიდევ უფრო თავიდანვე გაამყარა ის რაღაცა მოლოდინი, რომ პარიზული გუნდი აჯობებდა მიუნხენურ გუნდს და გავიდოდა ფინალში. ალბათ ამ სწრაფმა გოლმაც ალბათ რაღაცა თავისი დოზით იმოქმედა. ანუ სწრაფი გოლის არა მხოლოდ, მაგრამ ისო თავისთავად ფაქტი ხო არის, რომ გავიდა მესამე წუთზე გავიდა გოლი არა. შესაბამისად ამან რაღაცა ალბათ აურია იმ მიუნხენელებსაც თავგზა. იმიტომ რომ იქამდე თუ რაღაც ერთი გოლი ჭირდებოდა, უცბად აღმოჩნდა რომ ორი გოლი ჭირდება, უცბად აღმოჩნდა რომ პარიზელებს რაღაცა ფრთები გამოესხათ კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ ორი არა, სამი. სამი? ხო. სამი დაჭირდათ იმ მესამე წუთის შემდეგ. ხო. მოსაგებად? არა, მოსაგებად გასაგებია, მაგრამ იქ სუმცირე დამატებით დროში გადასაყვანად ორი გოლი ჭირდებოდა და აქედან გამომდინარე უცბად აი მატჩი დაიწყო თუ არა ორივე გუნდს მიზნები შეეცვალა ფაქტობრივად, ხო, ერთს სულ სხვანაირად დაჭირდა და მეორეს ორი გოლის გატანა დაჭირდა, სულ მცირე რასაკვირველია. ამან ბუნებრივია შეცვალა პირველივე წუთიდან, თუ მესამე წუთიდან შეცვალა მიზნები გუნდების. ილია, შენ რა სიტყვა? მე სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს უწინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებით აი პირველი თამაშის მერე და მოკლედ ბაიერნს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას მეტნი და მეტნი. მე მაინც მეგონა რომ პარი სენ-ჟერმენი გავიდოდა ფინალში და ასე ვთქვათ მე ამაღება რომ სწორედ გამოვიცანი რა. იმიტომ რომ მაინც მგონია რომ დღევანდელი პარი სენ-ჟერმენი ბაიერნზე ძლიერი გუნდია, ხა ცოტა რთული სათქმელია, ესე ძლიერი გუნდია, იმიტომ რომ ამ დონეზე ძლიერი და სუსტი ძალიან პირობით იცნება, მაგრამ ბაიერნმა ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა თავისი ენერგიული თამაშით, როგორც მადრიდის რეალთან, ასევე პირველ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენთან, მაგრამ მაინც მგონია რომ პარი სენ-ჟერმენი ბაიერნს თუნდაც კვარაცხელიათი აღემატება. ანუ ვარსკვლავები მაინც მგონია რომ პარი სენ-ჟერმენს უფრო დიდი ყავს და ამიტომ ვინაიდან გუნდად ორივე ძალიან ძლიერი იყო, მეგონა რომ აი ამ ფაქტორით ვარსკვლავების დონით მაინც უპირატესობა იქნებოდა პარი სენ-ჟერმენის და ნუ საბოლოოდ მართალიც გამოვდექი რა, ხო? გაიმარჯვა პარი სენ-ჟერმენმა. შენ რა სიტყვილია? ვიცი, პირველ რიგში ის გამიხარდა რომ ზუსტი ანგარიში გამოვიცანი ერთ-ერთი და ხო და მე ვიყოდი საერთოდ დადებულის ჰქონდა. კი, ნუ ეგეც იყო და თან იყო ერთი მომენტი. ილიას ნათქვამს და გოგიტას ნათქვამს გავაგრძელებ, რომ უკეთესი გუნდიც არის რაღაც შეკრული, უფრო კომბინაციური და უფრო მე ვიტყოდი შეთამაშებული, რაღაც ოდნავ მაინც. იგანა ბაიერნს რამე აკლია, მაგრამ უფრო დაყენებული თამაში აქვს, უფრო აი როგორ ვთქვა, ერთმანეთს უფრო კარგად ხედავენ, უფრო სწრაფად და მწვრთნელის ფაქტორს გავამახვილებდი ყურადღებას ლუის ენრიკემ პირადად მოუგო რა ეს ან კომპანიის რა. და დავაკონკრეტებ რაშიც. ერთი ის რომ რამდენჯერ გადააწყო სქემა თამაშის განმავლობაში, ერთი 6 ჯერ. აი ფეხბურთელებს გადაუნაცვლა ადგილი. ის ხო საერთოდ საოცრება იყო თავდასხმაში რომ გადაიყვანა ნუნუ მენდეში ფაქტობრივად. თავდასხმელად რო ათამაშებდა. მაგეთ არის და იმას რა ვქო. მეორე ყვითელს. მეორე ყვითელს დაცვიდან აწია. ზოგადად ასეთ შემთხვევაში, როდესაც ერთი ყვითელი აქვს მიღებული და მეორეც რაღაც საკამათოა და შეიძლება იქ მართლა გაიაგდო, ამ დროს ერთი პატარა ჯარიმაც კი უკვე ყვითელია და ბომბზე იყო. ბომბია და მე მგონია რომ მანდაც მოუგო რამდენჯერ შეცვალა სათამაშო სქემა და რა ვიცი, აი სასწავლო
გასწავლო იმას, როგორ ეგუება გუნდი მის ესეთ ერთი წამით არა მოვარდნილა PSG რიტმიდან, ერთი წამით. ეს ერთი პერიოდი იყო, ერთი ხუთწუთიანი მონაკვეთი იყო პირველ ტაიმში. და დაცვაში ითამაშეს დღეს წავიკითხე. ხო, ეგ მინდოდა ილია, მეკითხე ხოდეში გაწყვეტინებ. აი ეს ეხლა ყველა ელოდა პირველი თამაშის შემხედვარე, ეხლაც ელოდნენ რომ უგოლიანი თამაში იქნებოდა და მაპატიეთ, მაგრამ მე არ ველოდი. ხო, ნუ ეს ხო იყო ზოგადი მოლოდინი, რომ აქაც ესეთი ბევრი იცი რა არის, მე ასე ვფიქრობდი, რომ პირველი თამაშის მერე ორივე მწვრთნელი შეეცდება გააანალიზოს რა შეცდომები დაუშვეს დაცვაში და რატო გავიდა ერთის კარში 5, მეორის კარში 4 გოლი და ყველა ღონეს იხმარენ, ისე ააწყონ თამაში, რომ მეორე თამაში ასეთი რაღაცა აღარ განმეორდეს. ასეც მოხდა, ნუ დღეს მაგალითად წავიკითხე სხვა შორის რუსულ იმაში, რა ქვია, პრესაში საფონოვზე იყო სტატია და ნუ აქებდნენ იქ საფონოვს, წერდნენ რომ კარგად ითამაშა, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ პარის სენ-ჟერმენის დაცვამ ისე ითამაშა, რომ ფაქტიურად საფონოვამდე თვით მიუნხენის ბაიერნმაც კი, რომელიც არის ძალიან ძლავრი გუნდი დღეს, ვერ მიუტანა რა. რეალური მომენტი არ ქონია ბაიერს. აი ესეთი 100%-იანი მომენტია, რომ ეთქვიან, ეგეთი არ იყო, რა ქვია. ნუ ახლა რაც ნოიერმა აიღო, ეგეთები არა უღია და არც ქონდა. ნოიერმა მაგარი პირველი ტაიმის ბოლოს. ხო, ანუ დაცვაში ძალიან ესეთი გააზრებული თამაში აჩვენეს. მე მგონი უბრალოდ აი სანტიმეტრებში ქონდათ გაანალიზებული, ვთქვათ, როგორ თამაშობს კეინი. არის ნამდვილად ესე ქონდა. კეინი საერთოდ გათიშეს. საერთოდ ესე იყო. ეგეთი უფერული კეინი არ მახსოვს მე რაც ბაიერნში. და იმან თქვა ოლისეც გათიშეს. საერთოდ აი ეს შენტევი ხაზზე საერთოდ გაუჭირდა. ეს დიასი პირველ თამაში რო იფრინა, აქ საერთოდ დიასი უფრო შეებოდა რა ქვია. ხო, ნუ მაგრამ პირველ თამაშთან შედარებით არაფერს არ წარმოადგენდა. ხო, ანუ იკითხვაზე პასუხი ასეთია, რომ ის რომ პირველ შეხვედრაში გასულ ძალიან ბევრ გოლს გუნდები დაუპირისპირებდნენ ანალიზს და შეეცდებოდნენ გამოესწორებინათ ეს, მე მგონი მოსალოდნელი იყო და ამიტომ საპასუხო შეხვედრაში, ნუ არ ვიცი, მე პირადად მოსალოდნელი კი არა, სხვანაირად როგორ შეიძლება უბრალოდ ყოფილიყო, რომ ეხლა მწვრთნელი არ დაფიქრებული იყო იმაზე 4 გოლი რატო გაუშვიო. შეუძლებელია, ხო, ამაზე არ აფიქრა. სიმეონე კმაყოფილი დარჩებოდა, ეხლა სიმეონე და ჟოზე. თავისი მიდგომა აქვს სიმეონეს. როგორ შეიძლება მწვრთნელმა დაიძინოს 4 გოლს რო გაუშვოს. არა, არც დაუძინია როგორც ჩანს. აი, ყვარაზე ვთქვათ, აბა. 1-2 სიტყვა. რამდენჯერ 5 პოზიცია ისკნა, რა ქვია, გამოუცვალა. დაიწყო მარცხნივი. წავიდა შუაში გადაიყვანა, მერე მარჯვნივ, მერე ემად, რა ქვია, ლამის გამთამაშებლად და ლამის ცენტრალურ მცველად ათამაშა ბოლოს. ძალიან დიდი ფეხბურთელია და კარგი წინა შეხვედრაში ვთქვათ დემბელე გოლი აი ფეხბურთელი მესმის რომ ერთი თამაში 1-2 პოზიცია შეუცვალო რაღაცა მარცხნივ დაიწყოს მარჯვნივ გადავიდეს მე ხო მაგრამ ხო ყველა იმაზე უყარა იყო ყველგან ყვარა იყო ხო ესე იგი როგორი იმედი აქვს რა ამ ლუის ენრიკეს და თვითონ რა უნივერსალია ყვარა რომ ყველგან შეუძლია პაჩოს არ უმეჩი პაჩო როგორი ეთყობა მცველი რო იყო და რაღაცა რომ მოიგო ნუ ხე მე რა რომ მცველი იყო ხო მაგრამ მაშინ საფონო არ ვიცი თუ პატრიოტიზმით მომდის არა ობიექტურად ყვარა იყო საუკეთესო არა პაჩო მაგარია როგორ არ არის მაგრამ მე მგონი გუშინ ყვარაცხელია თამაში გააკეთა ყვარა რა თქმა უნდა არა ნამდვილად ხო საუკეთესო ფეხბურთელია და ერთი 5 პოზიცია ვთქვით ხო ესე იგი ერთი პერიოდი მარჯვენა მცველათაც იყო მარცხენა მცველათაც ერთი პერიოდი სანამ მაიული შემოვიდოდა
სხვადასხვა ადგილებში თან ისე უმტკივნეულოდ აკეთებს ამას, თითქოს არც არაფერი და როგორ აქვს გაანგარიშებული. აი ხო იყო გარკვეული შიში იმაზეც, რომ ჰაკიმი არ არის და აქეთ ამ ზაირემერი მაგრა ითამაშა და კვარაზე კიდე იმას ზაირემერიც როგორი უნივერსალურია რა, სულ სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობს. და იცი რას დავაკვირდი კიდე, აი კვარასაც და იქით დუეტს რამაგრად მუშაობდნენ მცველებთან, ესე იგი როგორ აზღვევდნენ პირველი რომ მოხონდა ბაიენს ბურთი იციან რომ ფლანგებიდან მაგარია იქით ოლისია აქეთ დიაში და როგორ 3-3 კაცი ხვდებოდა ზოგჯერ რა. ესე დააკვირდი პირველი ტაიმის შუაში იყო კვარა ხო იყო აქეთ მარცხნიდან ხო დაიწყო და იქაც აპირისპირო ფლანგზე დაძდებდა ბურთს. რამდენიმე იყო ეგეთი ეპიზოდი რომ ესე წავიდა და იქეთ მარჯვენა ფლანგზე იმაშვებოდა. წარმოიდგინე და რას თუ მიაქცეთ ყურადღება ამ კომპანიამ რა ქნა მე ყურადღებას მიქცა რა თუნდოდა ის რო შეუცვალა რა ქვია სტანისიჩი რო შეუცვალა და უყენა ეს ლაიმერი უფრო სწრაფი იფიქრა რომ ეს თუ მოუვლის უყარასო გინდა ეს დაუყენა სტანისიჩი და გინდა ლაიმერი და გინდა იმაზე დამწყდაგული რა ის რო გაეტანა ის ნუ მაგაზე მთელ საქართველოს ჩატეხა ასტონ ვილას დავით გოლი თავზე რო ვერ მოარტყა ფეხი რო ვერ მოარტყა არა მოარტყა აუღომეკარე ნოიერმა არა სხვადასხვა პაცებიას რო უკეთებს რო აიღო მე იმაზე დამწყდა თავზე რო გადაუდო და რო ვეღარ მოარტყა ბურთს ის რო გაეტანა საერთოდ ძალიან ლამაზი გოლი იქნება ვარა ეს არის რა ქვია რა არა რაღაცა სასწავლე მე მგონი ჯერ კიდე ვერ გაგვითვითცნობიერებია რა დონის ფეხბურთელია რა ეს რა თქმა უნდა აი ვერც ჩვენ და ვერც იქ ევროპაში იქაც ჯერ კიდე იცი რის გავლენაში არიან რომ უცხო არა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელია რომელსაც ნუ ჯერ კიდე უნდა დავაკვირდე მეტი რაღა უნდა იცოდი რომ უკვე ლიდერია გუნდის შეხვედრებში არის აბარა აი თავიდან ხო ვთქვით კითხვა დავუსვით ერთი წლის წინ რამდენიმე თვის წინ უფრო სწორად და არა ნუ ვიტინია ვთქვით ეს ნევეში ვთქვით დემბელე ვთქვით ის და ერთ-ერთი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამ ბოლო 2-3 თვეა ყვარას მეყავს გუნდი ხო ხო ეგრე ხო რამე გადაჭარბებული არ არის ხო არა ეგრე უბრალოდ იმდენად შეკრული გუნდია და იმდენად აი ბევრი ლიდერი ყავს რომ ესე ერთს მაგრამ თუ მაინც და მაინც საუკეთესო უნდა თქვა კვარაცხელია თამაში ვინ ამწვავებს ხო ეგ არის რა პირველი ეგ არის ამ კვარა იანურის მერე თავარი ფიგურა პარის სენ-ჟერმენში ჩემი მოკრძალებული აზრით არის ხვიჩა კვარაცხელი პლუს იმ რეკორდზე წავიდა რა 7 არავის არ უყურე მოქმედება პლეიოფის სტადიაზე ზედიზედ თამაშებში ხო და რა ვიცი ეცა ფინალზე რა ვფიქრობთ აბა პროგნოზები ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს რასაკვირველია მაგრამ ობიექტურად ნუ კლავ იმას ვიტყვი რომ პარის სენ-ჟერმენი უფრო არტეტა როგორც ამბობდა პარიზი მირჩევნიაო მეტოქეთო იქო რა არის ლუის ენრიკე ამბობს ხოლმე და ჩვენ თვითონ ამას ისე ვატარებთ რა მაგრამ ლუის ენრიკე ხშირად იმეორებს რომ პარის სენ-ჟერმენი არის აი გამოცდილი ბრძოლებში გამოვლილი გუნდი რომელმაც იცის როგორ გაუძლოს გაჭირვებას როგორ გადაიტანოს რთული მონაკვეთი თამაში იქნება თუ თქვათ თვის განმავლობაში თუ ისე და როგორ გააგრძელოს ბრძოლა, როგორ დაბრუნდეს თავის მაქსიმუმს, როგორ დაუბრუნდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ერთი არის რომ პარის სენ-ჟერმენი მაღალი კლასის გუნდია, მაღალი დონის ფეხბურთელებისგან არის დაკომპლექტებული და მგონია რომ არსენალს როგორც გუნდი ჯობია, მაგრამ მეორეა რომ თვითონ აი იმ შეხვედრაში არსენალმა რომს ჩაიგდოს უპირატესობა, თქვა 15 წუთით, 20 წუთით, 5 წუთით, არ ვიცი რა, ამ პლანზე, იმ პლანზე. პარის სენ-ჟერმენი აი აუცილებლად იბრძოლებს და აუცილებლად მოახერხებს იმას, ხო, თამაშს სათავისოდ რო წაიღოს. ხო, რომ აი შემოატრიალოს, ანუ გასაჭირს გადალახავს. აი ეს თვისება ბევრჯერ ამაში გამოცდილია. აი პარის სენ-ჟერმენი არის ამაში
გაჭირვების გადალახვაში, რთული მომენტების გადალახვაში გამოცდილი გუნდი. და ისევ და ისევ იქ მივალ რომ მართალია ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რასაკვირველია. მაგრამ თქვათ მაინც მგონია რომ Paris Saint-Germain-ს ხო გამოცდილებაც ზურგს უმაგრებს გარდა კლასისა. ისე კარგად ჩამოაყალიბა პრინციპში არსებობს. რაღაც ის საყურებლადაც ხო ამათი თამაშის ყურება უფრო მე მაგალითად. აი მაგალითად ჩარშამ PSG ინტერზე ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ PSG ესე ადვილად და ისიც თქვი ადვილად ხო და ეხლა თვითონ ცოტა ისეთი სიტუაცია ეს არსენალი უხერხული მეტოქე შეიძლება გამოდგეს იმ ხრივ რომ უცხო რაღაცები აქვს ისეთი რაც აი PSG-სთვის შეიძლება უცხო გამოდგეს ეს უცხო როგორ ეხლა ყველაფერს სწავლობენ მაგრამ აი მაინც რაღაც უხერხული მეტოქე მგონია რა ფინალისთვის სულ რატომღაც თავში მირტყავს ეხლა ძველი ცოტა რაკურსის ეწავალ 94-ში აი არსენალი აი ესე გავიდა ზუსტად ფინალში აი ესე ესეთი ფეხბურთით, 1-0 ფეხბურთებით და იქაც მაგრად მახსოვს პარმა იყო ფავორიტი მაგარი და ესე მოუგო რა 1-0. ხო, თან სამი კაცი აკლდა და ეხლა ამას რატო ვიხსენებ? არსენალი ბევრს ისე წარმოუდგენია ლამაზ გუნდად ვენგერის დროს და ისე, მაგრამ თავის დროზე არ იყო ეგეთი. ეხლა ლამაზია. ხო და იმას ვამბობ, რომ ვენგერის დროს იყო მარტო ის პერიოდი, როცა აი ლამაზ ხო, იქამდე არსენალი ითვლებოდა ზუსტად აი ესეთი ჩაკეტილი ცოტა ისეთი გუნდი. ძიმე უხეში გუნდი იყო ძალისმიერ. ხო და მაგრამ ისეთ ფეხბურთელები ყავდა, აი ცალკეული ფეხბურთელები რო აგიღო, გინდა ის ტიერი და გინდა ის ჰოლანდიელები რო ის იყო რა ქვია. ეგ ვენგერის დროს. ვენგერის დროს. ვენგერის დროს 90-იან წლებში არსენალი. მანამდე არ მახსოვს ახლა მე და ვენგერის დროს მახსოვს. არსენალი ცნობილი იყო როგორც ძალისმიერი უხეში რაღაც კი, ეგეთი გუნდი. მოვულვერჰემპტონო რაღაც ესეთი. აი ეს არსენალი და ის არსენალი, ჯორჯ გრემის არსენალი გავს რა ერთმანეთს რაღაც ამბავში და მაინც ახლა ფავორიტად რა თქმა უნდა PSG. აბა არა მგონია მანდ ახლა ორი აზრი არსებობდეს რომ PSG ფავორიტია მართლა მაგრამ ხო მაგრამ ახლა ყველაფერი ხდება ესეთი რა ქვია ახლა არსენალს არ ყავს ესენი ვარსკვლავები როგორ არ ყავს ხო ახლა გინდა ის რა ისე იმის კაცო ახლა ეგრე მესმის მაგრამ ეგრე შარშან ვინმე იფიქრებდა რომ 5 გოლს გაუტანდნენ ფინალში იმას ინტერს ხო არ იფიქრებდით მაშინ ხო არა ნუ ახლა ერთი 80-20-ზე 70-30-ზეა მე რომ მკითხოს კაცმა ესა Paris Saint-Germain-ის ოპერატას. თუმცა ყველაფერი შეიძლება. არა, გააცნე არსენალი როგორ არის. ხო ხედავ აგერ პრემიერ ლიგას იგებდა 10 ქულით და მეორე ნახევარში აი ამ არტეტას ხელში სულ ესე მოსდის. იწყებენ ესე რიხით თელ ენერგიას ტოვებენ მაშინ პირველ წრეში და მე არტეტა მეორე ნახევარში ძველი დროიდანაც ეგრე არ იყოს. არა, ნახე ბოლო 4 წელიწადია სულ ლიდერია, ლიდერად იწყებს ჩემპიონატს, მიდის და სადღაც მარტში რაღაც თებერვლის ბოლოდან იწყება ესა. კრიზისი კი არა, აი რაღაც ვეღარ არიან მოკლედ ისეთ იმასე, ისე შემართებით და ჩემპიონატი რამდენჯერ დაკარგეს ამბობს სულ ესა. ეხლაც ესეა, ხო? ეხლა სიტის 10 ქულას უგებდა და ეხლა არის 2 ქულა. არა, მაგრამ ეხლა სიტიმ პატივისა და ის ბოლოთი უპრინციპული ეს თამაში ვერ მოიგო. ეგრა მაგარი რაღაც. სიტიმ კი არა, ევერტონმაცა პატივი ეხლა. ხო, ვინც მოიესმა გაუკეთა საქმე არტეტას 6 წელი ერთად იყვრენ. მოიესის ფეხბურთელი იყო და თვითონ ამ ხო, არა, ეხლა ესეთი რამდენი 3 ტურია კიდე დარჩენილი თუ 4 ხო და რა იქნება იქ. მოდი აი აბა ესეთი კითხვა დავსვათ. არის თუ არა რამე კომპონენტი, ან რამე ზოგადად, რითაც არსენალი ჯობია PSG-ს? კუთხური. 12 კუთხური აქვს, 12 კუთხურიდან აქვს 12 გოლი გატანილი, ხა წარმოიდგინე. არსენალს. ხა პენალტებზე ვერ გეტყვი, ვიცი არა, Paris Saint-Germain-ის პრობლემაა. ახლა იმას ვიძახი. კუთხურებს ათამაშებენ ესე. მაკაცის ის არის ჩვეულებრივ ნახატები და გრაფიტები არის ლონდონის ქუჩებში, მაკაცის რა, იმდენად დიდი წვლილიში აქვს ამ კუთხურების კაც. ხო, ის იქ ამერიკაში უსწავლია უნივერსიტეტში და თან
ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი ამათიდან აქვს გადმოტანილი რაღაცეები, რა ვიცი, რა გადმოიტანა. მაქედან რა აქვს გადმოტანილი? რა საინტერესოა. რაღაც ექნება დეტალები რაღაც. ხო, არა ნორმალურად მაგარია და სიტიში თავიდან იყო ნიცაში, მერე სიტიში წაიყვანა გვარდიოლას ასისტენტი კიდე ხო არტეტა იყო და არტეტა რო წამოვიდა, წამოიყვანა რა. მაგ თუ მიაქცე ყურადღება, აქამდე ხო აწვდიდნენ და სადღაც უკანა ძელთან აწვდიდნენ. იმ დღეს გაითამაშეს ორჯერ, იმან ნიუკასთან 1-0. ორჯერ გაითამაშეს ზუსტად იგივე და უბრალოდ ერთი პასი იყო შეცვლილი. და აქეთ ეზე გაყავდათ იმას. ნუ ახლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ ეს ახლა ენრიკეს და მეშტაბს ისე დაღეჭავენ ისე შეისწავლია, ხო? მაგრამ პარასონევინ ყავ. იცი რა არის? ხო, არა. და პარი სენ-ჟერმენში ბოლო დროს ძალიან, ნუ ბოლო ორ თამაში ყოველ შემთხვევაში გამოიკვეთა მისი, რა ქვია, ოსმან დემბელეს და კვარას ძალიან კარგი წვილი. თქვათ განსხვავებით დეზირე დუესგან, რომელიც ცოტა ინდივიდუალიზმით ერთობა ხოლმე, ხო, რაღაცა. ღორობსო რა ბავშვობაში მატავს ზედმეს და ღორობს ბურთის ღორი ხარო ბავშვობაში რო ეუნებოდით ერთმანეთს ხო აი ეგ მოსდის ხოლმე და ეხლა გაიხსენეთ წინა შეხვედრაში როგორი ბურთი გაატარა დემბელემ როდესაც კვარამ მეორე გოლი გაიტანა და გუშინდელი გოლი გაიხსენეთ კვარამ როგორი პასი დაუგდო დემბელეს და დემბელეს იქ არაჩვეულებრივად ჩამორჩა და მაგ როგორი ის იყო მომენტი რომ ამ კვარა ბურთით რომ მიდიოდა 1-10 მეტრი ამ ბურთს საერთოდ არ უყურებდა და უყურებდა ეს დემბელე როდის მივიდოდა იმ წერტილში დემბელე წინ იყო და მე ჩამორჩა და ცაციაზე დაუგორა ხო პირდაპირ აი იმაზე ფოდნოსით მიართვა ამან უნიკალური პასი მიართვა გადასარევი ხო ბევრი მაგას ანკარში დაარტყამ და ანიკ დაიბნეო და ან ბურთს ზუსტად ისევე როგორც წინა თამაში დემბელე რო გაატარა ის ბურთი კარის იყო და 10-დან 9 კაცი დაარტყავდა იმას. სხვათა შორის ქართულ სოციალურ ქსელებში ვნახე კომენტარები, ადამიანები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ დემბელემ კი არ გაატარაო, არამედ ვერ დაარტყა და არა ეს ქნაო. კარგად ნახეთ, ძალიან კარგადაც გაატარა. სწორედაც რომ გაატარა და ეს იყო ძალიან მაღალი დონის ოსტატის გატარებული ბურთი. კი, ესე იყო შუბზე ქონდა თითქოს თვალები და ეს შუბზე თუ კეფაზე ქონდა თვალები და დაინახა. ის მეორე ვინც მირბოდა, იმას შეეძლო, ვინ ნევესი იყო, მე მგონი თუ ხო არ მახსოვს რომელი. ვინც თუ დუე იყო რაღაც, მაგან ეს დღეს სადღაც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა Pink Floyd-ს გავსო PSG-ში, ყველაფერი კარგი აქვს. Arsenal-ი შეადარა მძიმე მეტალს. მძიმე გუნდი. არა, ძალიან მაგარი თამაში იქნა, მე მგონი აი ფინალის ესეთი რა ქვია. როგორც უნდა მე ჩემთვის მაგალითად Bayern პარიზი იყო უკვე ფინალი, მაგრამ Arsenal-იც ის ნუ ხო, ესე გამოვიდა კიდევ. და ის რო ვახსენე, ის 94 ზუსტად მაგის მერე აღარ მოუგია Arsenal-ს ევროთასი. ბილია, მოდი ამ მეორე ნახევარფინალზე ვთქვათ, რა Atletico Arsenal-ზეც. მაგ რა მოხდა ამ უი, მაპატი იყო, მაგრამ მე მგონი მან Paris Saint-Germain Bayern-ის შეხვედრაში არ ვიქნებით მართალი საჯობაზე. მოდი განმარტე ის რაც გეწერა დღეს. რო რატო არ დაინიშნა ეგ არა მე რა განმარტე ესე იგი მე განმარტა მშვენივრად განმარტა ხო ჩემთვის ის იყო რა ქვია ჩემთვისაც თავიდან უცნაური იყო როდესაც დავინახე რომ ნევეს ბურთი აშკარად მოხდა ხელზე და არ დანიშნა საჯმა პენალტი მეგონა რომ უნდა დანიშნულიყო პენალტი მაგრამ შემდეგ ესე იგი მოყვა ამას ასეთი განმარტება რომ როდესაც ანუ ნახე რა ხდება არსებობს ფეხბურთის მე-12 წესი ეს არის დისციპლინარული და ასე შემდეგ დარღვევები და ამაში გადის ხელით თამაშიც ანუ ხელით თამაში გადის დარღვევაში ანუ თამაშის ჩაშლაში რა მაგრამ აი ამ მე-12 წესში არ არის ფორმულირებული რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ბურთი ფეხბურთელს მოხდება თანაგუნდელისგან თანაგუნდელის მიერ ფეხიდან თავით დარტყმული ბურთი თუ ხდება და ეს განმარტება უკვე მე-12 პუნქტში არ არის მაგრამ არის სადღაც ქვე ჩაშლილ პუნქტში ჩაშლილ რაღაც აბზაცში
იმიტომ რომ ალბათ ჩემი არ იყოს ბევრს არც მოსდის თავში აზრად, იმიტომ რომ ხშირი არ არის ესეთი შემთხვევა, როდესაც თანაგუნდელი არ ტყავს ხელში თავის მეორე თანაგუნდელს და ამდენად ეს სიტუაცია აქტუალური არ არის და წინაპლანზე არ არის და ხშირად არ ახსოვს ხალხს, რომ ასეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს. ხო და თურმე რა ხდება, ესე იგი როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს ბურთს არ ტყამს ხელში, ნახე, სულ ერთია სად, მთელ მოედანზე. მსაჯი მოეცა ცენტრიც რომ უარტყას მაინც ის. ანუ კანონი არის, რა ხდება იმ კარში რომ მიდიოდეს? აი მაგას ამბობ. როდესაც კანონი არის იმაზე, წესი არის იმაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თანაგუნდელი თანაგუნდელს ხელში არ ტყავს ბურთს. ამ დროს მსაჯი აგრძელებინებს თამაშს გარდა იმ შემთხვევაში თუ მიდის კარში, იმიტომ რომ თუ არ გააჩერა, რომ ამან შეიძლება გაიჩეროს ხელი და გაიტანოს გოლი, ხო? და გარდა იმ შემთხვევისა თუ გაიტანა გოლი ამან. აი უშუალოდ იმ ხელში მოხვედრის აისხლიტა და გავიდა. მომენტს აისხლიტა ან ჩამოვარდა და ამან დაარტყა, ან იმ ხელიდან ერთი საინტერესო რაღაცაა კიდე. პირისპირო გადიოდეს მეტოქე. აი მოხვდა რა ნევეს ხელში ბურთი, მაგრამ ამ დროს ისე იდგა, რომ აი სიტყვაზე იქ მისდიოდა ლუის დიას ან სიტყვა და მაგ დროს რა ხდება ძალიან არის საინტერესო. არაფერი უნდა გაგრძელებულიყო თამაში და უნდა ლუის დიას დაერტყა კარებში. ანუ ამ შემთხვევაში ბაიერნის შეტევა ხო არ ჩაშლილა? ხო არ გამოდიოდა ბურთი ის საფონოვის კარისკენ ხო არ მიდიოდა? არა. ეხლა მე მოვისმინე რა თქვა კომპანიამ თამაშის მეტი უპირატესობა ბაიერნს მიეცა. ბაიერნს მისცა მეტოქეს გადაულოსა უპირატესობა. ნახე იმას რა ქვია კომპანიამ რა თქვა თამაშის მერე, თქვა რომ მესმის რომ ვიცი ეგ წესიო რომ თანაგუნდელისგან დარტყმული ბურთი ხელში მოხვედრილი არ ეთლებაო, მაგრამ ნევეს ძალიან გამოშვერილი ქონდაო და ანუ ფაქტიურად მან დაი განზრახელით თამაშის კატეგორიაში უნდოდა რომ გაეყვანა. განზრახა რანაერად განზრახისა. საინტერესი უნდა ქონოდა. აი მაგ 5 წუთიან მონაკვეთში სავარაუდოდ ნუნუ მენდეშის არ გაძევება უფრო საკამათოა, რამდენად ბევრად უფრო საკამათოა, ვიდრე აქ პენალტი, იმიტომ თუ არის ესეთი წესი და ყოფილა ესეთი წესი, რომ თანაგუნდელის დარტყმული ბურთი ეხლა წავიკითხე ისევ ქართულ სოციალურ ქსელებში შეკითხვა რომ რა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გავიმეორებ რა თქვენი ნებართვით. კი მაგრამო კარში როგორ უნდა მიდიოდესო, თავის საჯარიმოში იყო ეს ამბავიო. ანუ ერთხელაც გავიმეოროთ რა, როდესაც ფეხბურთელი არ ტყავს თურმე არ ტყავს ბურთს და ეს ბურთი ხვდება მის თანაგუნდელს, სადაც არ უნდა იყოს გრძელდება თამაში გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ხდება მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან და გადის გოლი ან ამ ეპიზოდს ამ ხელით თამაშს მოყვა გოლი. კი ბატონო. და მსგავსი არაფერი არ ყოფილა არანაირი. საგოლეს პრემიერ ლიგაში რამდენჯერ ყოფილა ეგეთ შემთხვევა. აი თითქმის ყოველ თამაშში. წინა შეხვედრაშიც იყო ხო, იმაში პარიზში იყო შემთხვევა, როდესაც დაინიშნა ბაიერნის კარში პენალტი, ხო, ხელზე რომ მოხდა. აი ის უფრო არ უნდა დანიშნულიყო. თვითონ თავის მუცლიდან რო აისხლიტა ესა ხელზე რომ მოხდა, ხო. ის უფრო არ უნდა დანიშნულიყო თურმე, როგორც განმარტეს კვალიფიცირებულმა ვიდრე ეს. არა, ის თავის იმიდან სხეულიდან ასხლეტილი იყო, ხო? ეს არა, მე ისე მგონია რომ ეს მენდეშის ეპიზოდი იყო, ეს მენდეშის ეპიზოდი საკამათოა, რომ იქ მერე ხო იყო შენელებული კადრი იყო, რომ ამ ლაიმერს საერთოდ არ მოხვედრია ხელზე, ჯარიმარაზეც დადო. მეც ვერ აღვიქვი ის. ხო, ამ მუცლით გაიგდო ბურთი და მერე იყო ამას რო გაიგდოთ ეგ მენდეში ძალიან ცუდად წავიდა. ძალიან შეიცვლებოდა თამაშის მიმართულება და სტილი ძალიან შეიცვლებოდა. ხო, უკვე ტიერი ანრიმაც თქვა რომ როგორ შეიძლება ესეთი მსაჯობა და რომ უნდა დანიშნულიყო. ტიერი ანრი მიხედავს თავის ხელს ირლანდიის ნაკრებთან რაც გააკეთა. ხელით რო გაისწორა, ხელით რო მიცა პასი, საგოლე პასი. კი ბატონო, იყო. იმას რა ქვია და აერფა იმ კაცთან. ხო, გვახსოვს ყველა შესარჩევის გადამწყვეტი ვილიამ გალას, ვილიამ გალას ხელით რომ მიცა, კარის ხელით რომ დაუდგა ირლანდიასთან მატჩი იყო, ხო? მაგას მიხედავს ება ტიერი ანრი. მოკლედ ესეთი სიტუაციაა რა, რომ თურმე ყოფილა ასეთი წესი. კი, ეგ ნუ ესეთი ეს არის, რა ვქო.
აქვია, მაგრამ ის რო გაეგდოთ, კარგად გადარჩა მოკლედ. კი. ხო, ატლეტიკო მეხუთე წელი დარჩა. ატლეტიკო არსენალი. დარჩა უტიტულოდ. თქვი. ამბობდი. არა, ატლეტიკო არსენალი. ხო, ატლეტიკო არსენალი, ორი ატლეტიკო შეხვდა რა. შეიძლება. არა, ეს ცოტა უკეთესი ატლეტიკოა, ამას ის მაინც საკა მაინც ყავს ამას. არსენალი არის კარგი ატლეტიკო. ხა გრიზმანი ყავს ამას. არა, ნუ ეხა ესეთი ეს არის. გრიზმანი ყავს, მაგრამ ის არის რა, მაინც. გრიზმანი შემეწოდა, სიმართლე გითხრა. ხო, გრიზმანი. სხვანაირ წასვლას იმსახურებდა. ანუ ის როცა ვამბობთ რომ აი ისევ რაღაცა უტიტულოდ დარჩა ატლეტიკო, ნუ აი არ მგონია ეს. რატო უნდა მოიგოს? ხო, აი რატო უნდა არ არის იმ მასშტაბის. სადაც რეალი და ბარსელონა არიან, ხო? სადაც არიან რეალი და ბარსელონა, ვაიმე ატლეტიკომ კიდე ვერ არა, მოიგო ტიტული მასშტაბი დაანებე რო არ არის თამაშობდეს. მაგმასშტაბის აი გუნდი, ისეთ ჩემი აზრით, სანახაობრივ მაპატია ფეხბურთს რო თამაშობდეს ატლეტიკო, ხო? კიდე გული დაგწყდება რაღაცა უკომაგებს, კაცი. ნუ ეხლა რამდენი კომაგი ყავს ეხლა საქართველოში ატლეტიკოს ძალიან ბევრი. მათი რისხვა დაგვატყდება ხო? ხო, მესმის, მაგრამ ნუ ის რომ მაგ ლიგაში სადაც ყავს რეალი და ბარსელონა იძახო რომ აი ვაიმე ვერ გავხდით ჩემპიონები, ნუ არა, ნუ პრინციპში ახლა რა წელს ვილიარეალი უსწრებს ასო. გამარჯვება. ვილიარეალი უსწრებს. იმიტომ რომ ლიგაზე გააკეთა მთელი აქცენტი. ვილიარეალი თან უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ატლეტიკო. ატლეტიკო რაც თავი მახსოვს ამ სიმეონეს იმაში ხელში სულ ესეთ ამისა. ნუ სხვანაირი შედეგით ატლეტიკო ვერც მიაღწევს ახლა ეს შედეგს. ეგ აქვს რა უკვე იდენტობად ჩამოუყალიბდა ეგა რა ეგ თამაში. საინტერესოა რისი ბრალია ეგ თქვათ საკადრო პოლიტიკის, აი რომ სატრანსფერო ბაზარზე ატლეტიკოს ეყიდა თქვათ უფრო ისეთი. აი თქვათ არდა გიულერი ახლა რო იყოს ატლეტიკოს ფეხბურთელი. არა ამ სიმეონეს უნდა ესეთი. ხო, მაგის შეკითხვა მინდა, აი სიტყვაზე გიულერი ან ვიღაცა სხვა რო იყოს ატლეტიკოს ფეხბურთელი. მაინც იგივე თამაშს ითამაშებს. იყიდეს აი მოლინას იყიდეს. ერთი ესეთი ვინ იყიდეს იცი და არ გამოადგათ არაფერში და 126 მილიონი დაუჯდათ. ჟოაო ფელიში რო იყო პორტუგალიაში. აი ეგ საერთოდ ეგ რა ფეხბურთელია. რა შუაში იყო ატლეტიკოსთან ვერავითერს ვერ მივხვდით იმით და მე თვითონვე აღიარა შეცდომა იყო, ჩემი შეცდომა იყო რომ არა, ჟოაო ფელიშმა ვერც ვერსად ვერ ითამაშა, ახლა ვერც ჩელსიში ითამაშა, ვერც 26 მილიონი ავიცი. აბერილი ფასია მასეთი ფეხბურთელი. ხო, მაგ შეიძლება ისო ზოგადად ყველაფერი გაბერილია. ეგერ ბაიერნმა ჯექსონში გადაიხადა ის 100 მილიონი და რა არო. მაგ მე მგონი რაღაც ქვედადინებებია. არის ხო ფულის გათეთრება. ფული არა, სხვა რაღაცეებისთვის კომერციალიზმი. მაგ ფულს. რაღაცა მე უფრო მგონია ესენი რა ვქვია, გათეთრება და რაღაცა. ხო, აბა კრიმინალია. ხო, მაგრამ 126-დან ერთი 80 ხო რეალური. არა, მგონია მე ხო არ ვადასტო ვიმაშვები რა ვქვია. ანუ მაგ ფულს ვერ არ ამბობ მე. ფეხბურთელში არ იხდია სხვა რაღაცა კომერციული რაღაცა ინტერესებისთვის იხდიან რაღაცა. კი, კაცო, აი მაგალითად თორე შეუძლებელია ფეხბურთელი რანაირად ღირს. კუკურელიაში არის გადახდილი 65 მილიონი. ახლა ჩელსი ახლა კუკურელია 65 ჯექსონში მილიონი. აგერ 100 მილიონი გადაიხადეს 10 თამაში არ უთამაშია. 90 წუთი 10 ჯერ არ უთამაშია იმ ჯექსონს. 20 მილიონი თმების გამოა გადახდილიო. მარცხნილობის გამო. შეიძლება კი. არ გამეკვირდა. კუკურელიას. იმიტომ რომ 25 წლის წინ ის ფიგუში რო გადაიხადეს 25-ით 30 მილიონი სიგიჟე იყო მაშინაც კი და ეხლა ვიღაცეებში იხდიან ისე 100 მილიონებს რომ არ მჯერა რომ ეს არის ფეხბურთში გადახდილი. იცი რა ვნახე ამას წინ აი ეს ინფლაციის გათვალისწინებით ყველაზე დიდი ტრანსფერი რომელი ყოფილა ხო ითვლება რომ ნეიმარი არა ეს იმით დროის გათვალისწინებით და ინფლაციის გათვალისწინებით რონალდო მკიჭა ინტერში რამდენი იყო მამაში რამდენი გადაიხადეს მაგაში შესაძლებელია 38 თუ რაღაცა PSV-დან ინტერში არა ბარსელონადან ინტერში ბარსელონადან ინტერში ნეიმარზე შეხვდას ახლა დენილსონი გახსოვს ნეიმარზე გამახსენდა სადო ვიდეოს უყურებდი ეგ იყო იმ დროისთვის ყველაზე ძვირი თან ძალიან ძვირი ხო და ამან მოხსნა შეედარებინათ ეხლანდელი PSG და იმ ნეიმარის დროინდელი PSG და პოზიციების მეკარეთ ეს მეკარე თუ ეს მეკარე ეს ძველი თუ ეს ძველი და ერთმანეთს დაუპირისპირეს ნეიმარი და კვარაცხელია და არა კვარაცხელია უფრო ეს არის ვინ თქვა
ისინი იყო ფრანგებს ეკითხებოდნენ შემხვდა ეგეთი ვიდეო რა პოზიციების მიხედვით შეადარეოდა. გუშინ კითხეს მარკინიოს. ამიტომ ისეთი არჩევანი წავიდა კვარაცხელიასკენ და არა ნეიმარისკენ. გუშინ კითხეს მარკინიოს მესამე ჯერ გავიდა მარკინიოს მესამე ფინალში ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში და კითხეს რომ აი შეადარე ერთმანეთს ალბათ თუ ასეთ ძლიერ გუნდშიო არასოდეს არ ყოფილხარო და დიპლომატიური პასუხი გასცა რომ მე მითამაშია ისეთი ძლიერი ფეხბურთელების მხარდამხარ როგორებიც იყვნენ მესი ნეიმარი ჩემთვის დიდი პატივია და ნუ ესეთი შაბლონური პასუხი გასცა რა მაგრამ ალბათ მოიცა მარკინიოსი მესამედ როდის იყო ერთხელ ხო წააგეს წააგდა იმასთან ხო წააგეს აჰა ბაიერნ კოვიდის ფინალე კი ხო მაშინ ყველა თამაში ლისაბონში რო ლისაბონში ხო შარშანდა ახლა მე მგონი გვეყოლება კიდე ორგზის გამარჯვებული ლიგის ქართველი ფეხბურთელი რამაზე წყვებათ ამ ლიგის გათამაშებაში გული ერთი თამაში დარჩა უკვე და იყო ისეთი გუნდი ვინც უფრო ჟორჟის მეტგოლზე ჟორჟი რეალსკი თუ არა იუვენტუს გავდა რეალს იმაში გაუტანა რა ქვია ლა ლიგაში მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით იყო ეგორი თამაში ესე იგი რამდენმა ქართველმა ითამაშა პლეი-ოფში ითამაშა ჟორჟმა თუ არა რეგულარული მასში ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა ხო ბოლო ადგილზე გავიდა ხო თუ ბოლოს სპორტინგი გავიდა იმაში რა ქვია მაგრამ ამას კოჩორაკაში ამას ხო ითამაშა თუ კაში არ ყოფილი იმან ითამაშა რა კიტემ ითამაშა კიტეიშვილმა ითამაშა კი გოლიც გაიტანა ისე მომდევნო სეზონში ამ დიდ ჩემპიონატებში მნიშვნელოვნად გვიმცირდება ფეხბურთელების რაოდენობა ამ მეცის გამო ამბობენ რომ ციტაიშვილი გადაიშვილი ალბათ ნუ ამ წუთის ზურეკო ამოვა ამ წუთის მდგომარეობი და კიდე ბუდუს გუნდი ბუდუ მე მგონი დარჩება ისეთი ფინიშია ხო სასწაული ფინიშია და ძალიან დიდი იმედი სამაგეროთ 4 ფეხბურთელია ისეთი რომელიც შეიძლება ამოვიდეს დავითაშვილი მე მგონია რომ ლოჩოშვილს იყიდიან არის სერიოზული ინტერესი ბუნდესლიგიდან გულიაშვილი და კვერნაძე და ისა ციტაიშვილი ალბათ იყიდის ციტაიშვილს არა მეც დარწმუნებული ვარ რომ ბუდუზე აი ძალიან გულშემატკივრო რომელიღაც ბუნდესლიგა ან ამომსვლელი მეორე არაჩვენა ზანქტ-პაულიმ წააგო და მშვენიერი შანსი არა უიღბლო გოლი გაუჩა ძალიან უიღბლო გოლი იყო ზელიდან ზურგში მოხდა არა თან რა გოლი გაიტანა ამ ბუდუმ ეგეთი გოლი აბა მოკლედ რაღაცა კარგი არა თამაში იყო იქამდე სანამ ბაიერნი არ გაიტანდა იქამდე მე-10 წუთი იყო უკვე 90+10-ზე გაიტანა არა სანამ არ გაიტანა არ დაამთავრა თვითონ გოლი იყო ძალიან უიღბლო იმ გაგებით რომ ბურთი მოხვდა ძელს და ძელიდან ასხლეტილი გადამხტარ მეკარეს რომელიც ვერ ხედავდა ზურგში მოხვდა და ისე შევიდა რაღაც ბოლო წუთზე ცოტა ეგრა დასანანი გოლი ეცი რომელი მახსენდება ესეთი 86-ში ბრაზილია საფრანგეთის მაგარი თამაში პენდანტები რო წავიდა მანდ გაიტანა საფრანგეთმა ბოლოს წინა მე მგონი მოხვდა ძელს გამოვარდა და კი ეგეთი რამდენი ის ძალიან მაგარი თამაში გახსოვს სოკრატესის პენალტი გამურბენის გარეშე რო ურტყავდა ხოლმე მაგ თამაშიც ეგრე არ და ერთი ნაბიჯი და რო ხო ერთი ნაბიჯი და ისეთი გამურბენს გასასვლელზე ვიღაცამ დააწყა ერთი ჩელებაძე არა ეხლა ამ ბოლო დროს არა მაგ თამაშზე გამახსენდა ეგ ბოლო დროს პროფესორა ეგრე რაღაც მნიშვნელოვან თამაში ვიღაცამ აი წაუსოკრატესა რაღაცა და საერთოდ ესკნა რა ქვია ბრაიმ დიას ერთი იმან რო გააკეთა შეიძლება ბრაიმ დიას ფინალში აფრიკის თასის ფინალში ხო მე მგონი ხო რაღაცა ძალიან რო ესკნა პენალტებზე კიდე ის მახსენდება სიმონე ძაძარო იყო გერმანიასთან ოი ხო რაღაცა სასაცილო დაატკაფუნა ფეხები და გერმანიასთან აი ბატონებო სოფლიო ჩემპიონატზე ვთქვათ აბა 1-2 სიტყვა რა ხდება ველით რა ხდება და ისე მინდა რომ კვარა გახდეს ისა რა ქვია ოქროს ბურთის ისე თემას დაუბრუნდი კვარა გახდეს ოქროს ბურთის ბოდიში ლო აი ამ ვერ წასული ვერ მოხვედრილი ქვეყნებიდან საუკეთესო ფეხბურთელი ვინც არ იქნება მსოფლიოზე კვარა
მე მგონი კი. მე მგონი კი. მან მოხვედრილებს შორისაც იგივე. მე მგონი მოხვედრილებს შორისაც. ნუ ეხლა ცოტა თამამი განცხადებაა და მაპატიეთ ვინც კრიტიკულად ხართ განწყობილები, მაგრამ ისე მინდა რომ კვარა გახდეს ოქროს ბურთის მფლობელი, ხა არ ვიცი რამდენად რეალურია ამის შანსი, მაგრამ ისე მინდა რომ თანახმავარ ერაყი გახდეს ისე სოფლიო ჩემპიონი და ფინალში მოუგოს კურასაოს. და ფინალში მოუგოს კურასაოს და ვინისიუსის და აი სხვა ეგეთი მბაპეს და ეგეთი კონკურენტები რაღაცა ჯგუფში ჩაჩნდნენ. ისინი ჯგუფებში. ერთი 10 ნაკრებია, რომელიც არ უნდა გახდეს ჩემპიონი. 8. რომელიც არ უნდა გახდეს ჩემპიონი. ხო, არა, რატოა 8 სულ არა, მე მგონი. ერთი ინგლისია. ნორვეგია რო გახდეს არ ინგლისია ესა. ნორვეგია რო გახდეს რა, ჰოლანდს იმას ისა. ინგლისი ხო კეინი. ინგლისია კეინი, მაგრამ ეს ბრაზილია არ უნდა გახდეს. და ვინაა კიდე კონკურენტი? ესპანეთი. ფრანგები. ხო, ფრანგები ჯგუფში უნდა ჩავდოდნენ. ფრანგები არიან ყველაზე. ესპანეთი, პორტუგალია. არგენტინა მესის მიცემენ. ხო, არგენტინა მესის მიცემენ. არგენტინა რო გახდეს, ისევ მესის მიცემენ. მართალია. ხო, არა, საფრანგეთი. ხორვატია რო ასე რომ მაპატი თუ არასწორი მიმართულებით წავიყვანე კითხვა სოფლიო ჩემპიონატის გულ შემატკივრებთ ერაყი კიურასაოს ფინალს. პარაგვაი რამე. არა, რა მინდოდა იცი მე კითხა რომ რამე იმას ფიქრობთ რომ რამე ისეთი აი სიურპრიზი იქნება ამ სოფლიოზე? ვიღაც ისეთი გუნდი არის, ვინ შეიძლება რომ აი სამხრეთ კორეა რო წავიდა იმაში რომ მივიდა. მე მგონია რომ ერთი ვიღაც სამხრეთ კორეა როგორც წავიდა, გვახსოვს რა გვარი იყო ის კაცი ის ატრაგო. ის ჯამალ განდური. საჯირო იყო საძაგერი. ჯამალ განდური. და ბაირონ მორენო. ბაირონმა იტალია დაგუპა, ხო? იტალია და ესპანეთთან იყო ჯამალ განდური. როდემდე უნდა ატრაგო. ხო და მე მგონია რომ ეგეთი მსაჯები არ იქნებიან და იმედი ვიქონიოთ და შესაბამისად კორეები და ვიღაცეები ეგრე ვერ წავლენ ზევით. რაც შეეხება მოულოდნელობას და აი მოუთმენლობას, ნუ ეს ხო უკვე ბოლო წლებში და ბოლო ათწლეულებში დაიკარგა. ყობა ადრე როგორ იყო ხო, რომ ეს ამდენი ფეხბურთი არ იყო ტელევიზორში, ეს ციფრული ტელევიზია არ იყო, მით უმეტეს ინტერნეტი და შეიძლება და ნებისმიერი გუნდი თქვათ იგივე ბრაზილია განსაკუთრებით და არგენტინა და სხვა გუნდები გამოჩენილიყვნენ სოფლიო ჩემპიონატზე და უცებ ჩამოეყვანათ რაღაც მოულოდნელად რაღაც მაგარი ფეხბურთელი ან რაღაც ეთამაშათ ისეთი ტაქტიკა რაღაცა სრულიად ახალი რაღაც 4-2 4 რაღაცა ისეთი ტაქტიკური სქემა არ გამოეყვანათ გარემარბი და ეს როგორ მოიფიქრა რომ გარემარბი არ გამოიყვანა ნახე რა როგორ და დღეს უკვე ამ ციფრულ ეპოქაში ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი 5 წლის ბავშვების ისენი დევს რა ქვია ვიდეოები ნებისმიერ რაღაცა მე თუ რა ბრაზილიის ჩემპიონატის შტატის რომელიღაცა კველიგის თამაში ლაივ სტრიმში არის უკვე. ორმა რაღაცამ გაახუნა ეგ ალბათ ერთი მაგან ზუსტად რომ უკვე შიმშილის გზნობა აღარ ხო არა მეტისმეტად ბევრი ფეხბურთია იშვიათობის გზნობა დაკარგული აქვს ამ სოფლიოს ჩემპიონატს ერთი ეგ და მეორე ეს ავიცი რა მომკალით ზოგს მოსწონს მაგრამ ეს 48 გუნდი ძალიან ბევრი არის. ხო, მაგან ძალიან 48 გუნდი ძალიან მოსწონს ჰაიტის, ერაყის, კიურასაოს მოქალაქეებს. ანუ საქართველოს მოქალაქეებსაც მოგვეწონება საქართველოს რო გასულიყო, ჩვენც ძალიან მოგვეწონებოდა. საქართველოს ევროპაში რო არ იყოს, უკვე იქ იქნებოდა, დარწმუნებული. ხო და ანუ ჩვენ მოგვეწონებოდა, ჩვენ აი ამ გაფართოების ხარჯზე რო გავსულიყავით სოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენც მოგვეწონებოდა. ერთი სასაცილო მაგ ევროპის შესარჩევი ვითამაშოთ ხოლმე და მსოფლიოს შესარჩევი იქ გადავიდეთ ხოლმე. ერთი შესარჩევი სადვე ოკეანე. ხო, მაგრამ ეს ევროპის შესარჩევიც ხო ერთა ლიგა როგორ გეხმარება? რა თქმა უნდა. ხო უბრალოდ კაცო მაგას. ხო და სიურპრიზი ნაკრებიდან რა ვიცი, რატომღაც გონია ესეთი ეს ორი ნაკრები მგონია ერთი ნორვეგია ნუ თავისთავად რატო გონია რომ რაღაც შორს ავლენ გონიას რას ეძახი აი მერვე ფინალი იმის მეოთხეთ ფინალი რატო მეოთხეთ ფინალი და რატოღაც გონია ეკვადორის ნაკრები გამომდინარე იქიდან რომ დღე მაინც სოფლიო ფეხბურთში დაცვა იგებს ძალიან ბევრ ამეს რა დაცვა და მეკარე და ძალიან მაგარი მცველებია რა პაჩო და ინკაპიე და ესპინიანი და გერმანიის ჯგუფშია ხო ეკვადორი ორდონესიც აგე ბრიუგეში ძალიან მაგარია და მეკარეც მაგარი ყავს და
კაისედო პლუს და მგონია რომ აი ეს ცოტა ისეთი ქვედანაკრებებიდან თუმცა ახლა თუ გადახედავ ამ ისტორიას, ახლა რა ვთქვით, მერვეთ ფინალში და თუნდაც მეოთხეთ ფინალში 1-2 აიგეთი გუნდის შესვლა თურქეთი ხო იყო? სენსაცია ჩემპიონატით საერთოდ არ თურქეთი ხო რომ ნახევარფინალში არ იყო ნახევარფინალში იყო კი 2002-ში 94-ში გავიხსენოთ ზუსტად ამერიკაში იყო მაშინაც ბულგარეთი და შვედეთი გავიდნენ ეხლა კი ბულგარეთს მაგარი ფეხბურთელები ყავდა და შვედებსაც მაგრამ ეგეთი არ ყავდათ ეხლა ყოველ შემთხვევაში თავიდან არ ველოდით ეს არ გვინდა გახსენება ახლა და ვის მოუგეს ეგ არ გვინდა ლეჩკოვის ესა თავი და ეს ილია შენ ეყავი სხვათა შორის ეგ ბულგარეთი ვინც პირველმა ნახა მე სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველი შეხვედრა მაშინ ლევსკიზე ქონდა საქართველოს ნაკრებთან და მე ვიყავი ერთ-ერთი იმ სპორტულ ჟურნალისტთაგანი რომლებიც ამ თამაშს დავესწრებოდი ხო კოსტადინო მაროშეა კი კოსტადინო მაროშე სხვათა შორის ჩვენ სულად არ უთამაშიათ ხო ეს თამაში პირველ ტაიმში სამი მაგარი მომენტი იყო და მე ორჯერ ზედიზე რაღაც 5 წუთიან მონაკვეთში შეაგდო ამ კოსტადინო. რა მახსოვს იცი ახლა ალბათ სექტემბერში გამოვა ჩემი წიგნი რომელიც თბილისის დინამოს რაღაც პერიოდს შეეხება აი მაშინდელი 76-90. ვა რა საინტერესო არ ვიცოდი და იქ მიწერი რაღაც ნუ სიტყვა მოიტანა მაშინ ეგ ბულგარეთის თამაში და იქ მიწერია და რა მახსოვს იცი ტრიბუნაზე რო ვიჯექით ვისხედით აი სკაუტებს ეძახიან ხო რაღაც იქ წესრიგს რო ამყარებენ და ორი ბულგარელი ნუ ისეთი ჩვენზე მაშინ გაცილებით ასაკოვანი კაცი იყო ახლა სკაუტი ახალგაზრდა წარმოგვიდგენია არა არა წესრიგს რო ამყარებენ სტიუარტი ხო სკაუტი კი არა სტიუარტი მაპატი სტიუარტი და ერთმა მეორეს გადახედა და რაღაც უთხრა ბულგარულად და ნუ გავიგე რას უთხრა იმიტომ რომ ძალიან გავდა რუსულს რაც უთხრა რომ ეს არისო რომ ამბობდნენო თამაშის წინ რომ 7-0 8-0 ანუ ეს 7-0 და 8-0 გავიგე და მისი ინტონაცია ხო მივხვდი რასაც იოლად მოუგებთო ამ ქართველებს დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს ჩვენ ჩავიდოდით იქ ჩვენი საქართველოს ნაკრები და ამ დროს სოფლიოს მესამე გუნდი იყო ახლა ამ დროს აი სანამ კოსტადინოვის შემოსვლამდე თანაბრად ითამაშეს ჩვენებმა და ნუ მე აი კოსტადინოვის შემოვიდა თუ არა იმ წუთას მოახერხა 2 გოლის გატანა. ეგ იყო იმის გურულეს ბოლო თამაში იყო ნაკრებში. გია გურულეს. მაშინ უთხრა ესო რა თქვა აღარ გამომეცა. თვითონ მოყვა ხო ის? ხო. ავედიო რა. ახალგაზრდებს ხო. ესეთი რაღაც. კარგი და ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოში ჩვენ გადაცემეს და დღევანდელ გადაცემეს და საქართველოს ჩემპიონატზე თქვა თავა 1-2 სიტყვა. ილია ჩემით რატო იწყებთ ხოლმე? არაფერი ინტრიგა შემოიტანა ამ ჩემპიონატში მეტნაკლები ინტრიგა შემოიტანა თემურის მოსვლამ კეცბაიას თემურ კეცბაიას მოსვლამ საქართველოს ჩემპიონატში არ ინტრიგა აქვს იმას რომ ძალიან დიდი სიმჭიდროვეა გუნდებს შორის, იმიტომ ძალიან ბევრი ქულა იკარგება და პირველ და ბოლო ადგილოსა გუნდებს შორის არ არის რაღაც არანაირი გრანდიოზული განსხვავება ქულების თვალსაზრისით, ამიტომ აი ერთ ტურში ერთი გუნდის წაგებამ და მეორე გუნდის მოგებამ შეიძლება მთლიანად ააყირაოს ბევრი რამ ცხრილში. აი ეს არის ინტრიგა, რაც ახლავს ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს ჩემპიონატს. დანარჩენი არის ყველაფერი ძველებურად. რუსთავის თამაშზე მინდა კითხოთ. მოულოდნელად იქა ზედა იმაში. უყურე ორ თამაშის იმას და ბევრს ვერა, მაგრამ ეხლა ტორპედოსთან მოგებული კონდათ და ბოლოს წინ თავდამსხმელები ძალიან მაგათ გამოვარჩევა. ეს ბრაზილიელი რო ყავს. უჯაბიძე ძალიან მაგარი კარგი ბიჭია კაპიტანი და ის არა ის განელი როა ის. პრინსოსეი და მეორეც კარგები არიან რა. ლეგიონერები მაგრად მოარტყეს. ხო, ეს გია ცეცაძე ეთყობა ესე მუშაობს. თან ცეცაძეს უყვარს ესე ახალგაზრდებთან მუშაობა, ეს თითქოს რო არ ჩანან ასეთ ფეხბურთელები და ნაჩენს ხოლმე მე უწევ. იცი რა არის ცოტა ესეთი ძალიან ცოტა კი არა, ძალიან თავისებური. თემურ კეცბაიას დინამოს მწვრთნელად დანიშნის მერე ძალიან ბევრმა ადამიანმა პირად საუბარშიც მკითხა და იქაც წავიკითხე სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა დაწერა ასეთი შეკითხვა. აი თემურ კეცბაიას გამოჩენის მერე ეშველება რამე ჩვენ ფეხბურთს გვეშველება რამე ანუ
როგორ კითხვას ვამენ, იცი, რამდენად შეიძლება თემურ ქეცპაიამ გააძლიეროს თბილისის დინამო და თუნდაც გააძლიეროს გარკვეულ დონეზე, ნიშნავს კი თბილისის დინამოს ასეთ ცალკე გაძლიერება ქართული ფეხბურთის და საქართველოს ჩემპიონატის არა შეიძლება რა იყოს ეს სტიმული რომ ქეცბაიას ხელში დინამომ შეიძლება რაღაც იმ სანუკვარ ოცნებას მიაღწიოს ალბათ შემოდგომამდე გააღწიოს ხო ევროთასებზე ვითამაშოს შეიძლება ეს იყოს სტიმული და რაღაც აი ხელის კვრა იყოს სხვა გუნდებისთვის რომ აი თურმე შეიძლება ეს ხო აი მე ამ კითხვაზე ვპასუხობ ხოლმე რომ თემურს რასაკვირველია შეუძლია თბილისის დინამო გააძლიეროს იმასთან შედარებით რაც იყო ბოლო წლებში, მაგრამ თემური ვერ გააკეთებს იმას, რომ ერთი გუნდის გაძლიერებით საქართველოს ჩემპიონატის 4 ეტაპია გასავლელი. ქეცბაია გააკეთებს, რომ სხვა გუნდებს სტიმული გაუჩინოს. აი ეგ არის, მაგრამ აი ეგ მაინტერესებს. ცნობადობა და რაღაც შეიძლება შესაძლოა აი ცნობადობა და ინტერესი თუნდაც საქართველოს ჩემპიონატისადმი გაიზარდოს სხვა გუნდების მიმართ. ვა, ქეცბაია ჩამოვიდა სიტყვაზე სხვა გუნდი იფიქრებს რომ მოდი რა მეც ესეთი მაგაზე მე გეტყვით სხვათა შორის წინა ტურში რო იყო დინამო ბათუმი დინამო თბილისი ვიცი ადამიანები რომლებიც წავიდნენ სტადიონზე ბათუმში იმის გამო რომ შეიძლება პატარა კვარაცხელია მითამაშოს კი ბატონო აი სტიმული ჩემი აზრით პირველ რიგში არის იქნება არა ის რომ ქეცბაიაზის სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელის რანგში არამედ ის რომ მოდი აბა ვნახო ისა რა ქვია პატარა კვარაცხელიას დებიუტი როგორია და მართლა ისეთი კარგი ბიჭია თუ არა როგორც აქებენ და როგორც ამბობენ და როგორც რაღაც ვიდეოები იდება შორს არ არის ჩემი აზრით აი ეს ყველაზე მეტი სტიმული არ უთამაშია მაგრამ ბევრი ადამიანი წავიდა ნამდვილად ვიცი რომ წავიდნენ რომ ეგებ განაცხადშია და ეგებ ითამაშოსო და ამ ხრივ სტიმულზე თუ ლაპარაკი ეგებ უფრო ეს იყო სტიმული ვიდრე სხვა რამე და ესეც ახლა ეს არის რა ქვია ანუ თემურის ნაბიჯმა, ქეცბაიას ნაბიჯმა, რომ პატარა კვარაცხელია. ხო, კვარაცხელია საერთოდ ქეცბაიამ დააწინაურა ახლა, ხო? გადაიყვანა გუნდში, ამან ერთგვარი ბუსტი გამოიწვია. კი, ნამდვილად გამოიწვია და ახლა დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრმა გულშემატკივარი რომ ნახავს, რომ აი ქეცბაია პატარა კვარაცხელია განაცხადში და შეიძლება ითამაშოს, ვიღაცას დარწმუნებული ვარ გაუჩნდება სურვილი რომ წავიდეს სტადიონზე ამ ბავშვის სანახავად. კარგი მოდიან ხო აი დაუშვათ წარმატებული აღმოჩნდეს თემურ ქეცბაიას მუშაობა დინამოში რა წარმატებაზე ვლაპარაკობთ ანუ რაში მდგომა წარმატება იქნება თუ კი დინამო თბილისი შემოდგომაზე გააღწევს მეც ჩემპიონი თუ გახდა დინამო წარმატება იქნება დინამოსთვის წარმატება ხო წესით არ უნდა გვიკვირდეს და არაფერი ეს არ იქნება ხო ჩვეულებრივი ხომა თემური მაინც იმხელა ფიგურაა რომ მისგან მარტო დინამოს თქვათ არა ჩემპიონობა უკვე წარმატება იქნება ჩემპიონობა ხო მაგრამ თემურისგან ხო მეცელოდები ხა არა რა თქმა უნდა ველოდებით მაგრამ ხა გუნდის გავიგე მაგრამ როდესაც აი ესეთი გულშემატკივარი სადღაც აი სოციალურ ქსელებში იძახის რომ თემური მოვიდა და თემურისგან რაღაცას ელოდება. რას ელოდება? რომ საჩხერის ჩიხურას მოუგებს? ამას ხო არ ელოდება იმას რომ ჩემპიონთა იმაზე ევროთასებზე რაღაც ეტაპებს კი, ხალხის ინტერესი არის ეს არის და არა ის რომ საჩხერის ჩიხურას და ქობულეთის შუქურას მოუგებს. გვინდა ევროთასები არის არკე რა და ევროთასები და რო არ წააგებ იმასთან რა სანამდე დავედით ეს ხო ნური იმასთან რო არ წააგებ რა გუნდი იყო ვაილე რა არის 3-5 წლის დაარსებულ გუნდთან წავაგო აი ყო იმ გუნდსა რო აღარ მახსოვს წარმოიდი აიდე ვაილე კი აიდე ჰამრუნ სპარტანსი მალტის არა ეგ მაინც გამიგია ეგ მალტაში მაგრამ ეგ აიდე საერთოდ არ ყო ესა მონტენეგროს გუნდი შაშარო გავარდნენ საერთოდ პირველად იყო ევროპაში ხო აი წარმოიდგინე სად ვართ რო არ გვახსოვს მეტოქე შაშადელი ანუ თემურს მაგას არ გვახსოვს კი არა არ გაგვიგია საერთოდ ეს მეტოქე და თქვენ როგორ ფიქრობთ ხა აპატიეთ ცოტა დინამოსკენ მოგვიწია დინამოზე ბევრი ლაპარაკი გვიწევს მაგრამ აი ამ თემურ ქეცბაიას გამოჩენის გამო ალბათ რა ამან განაპირობა და ანუ იყიდის ფეხბურთელებს თუ აი როგორც მე მივხვდი თვითონ ის ეგ თქვა ეგ ძალიან პირდაპირ ღიად თქვა იმ თავის წარდგენის პრესკონფერენციაზე რომ
ჯერ თქვა ის რომ ის გუნდი რაც მას ამ წუთას დახვდა ეს არ არის მისი დაკომპლექტებული გუნდი ამიტომ ამ გუნდზე თქვა რომ არ მომთხოვოთო მეო პასუხიო ახსენა თვენახევარი ანუ ეს თვენახევარი არის ის დრო როდესაც გაიხსნება ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი და შესაბამისად უკვე აი ამ ველოდებიო ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის გახსნასო ეგ ღია და პირდაპირ თქვა ეს ამავე დროს ნიშნავს იმას რომ მე იმას კითხვაც დავსვი რომ თემურის სურვილი ამ სატრანსფერო ბაზარზე დაემთხოვა თუ არა რომან ფიფიას ფინანსურ შესაძლებლობებს მეთქი მაგრამ ვინაიდან ახლა შეთანხმდნენ ეს ხო წინასწარ ექნებოდათ ამაზე ნალაპარაკები ანუ რაღაცა და რომან ფიფიასთვის რაღაცა თემურის სურვილები მოულოდნელობა არ უნდა იყოს ასე ვთქვათ მოდი მე მგონია რომ უნდა ველოდოთ ალბათ კვიპროსის ჩემპიონატიდან ისეთ ლეგიონერებს რომლებიც ახლა იქ უკვე ეხლა კვიპროსიდან საქართველოში რა თქმა უნდა არ წამოვა ვინც მზარდი ფეხბურთელია მაგრამ აი ესეთი ვინც იქ გამორჭათ და კეცბაიას მოსწონს ავტომატს არა. ხო, გაძვაია პრინციპში კარგად იცის ეს. ხო, და ესა საინტერესო იქნება ეს აფხულის სატრანსფერო ბათუმაც უნდა დაიმარცხოს. თორე ეხლა აპოელის ძირითადის კაცი და იმის ბათუმ შეზღუდვები მოხსნილია? აი ხა ივნისში. ეხლა მოეხსნება შეზღუდვები. ივნისში მოეხსნება და საინტერესოა ეს ვის დაიმატებენ და როგორი გუნდია ეს. ბათუმს კაი გეგმები აქვს, კი, კარგი. აი გეგმები კი აქვს, როგორ განხორციელდება. ღმერთს მაქნას და ამასობაში მაინც ვთქვათ რომ იბერია რა მაინც გამოკვეთილი უკვე აი 4 ქულიანი უპირატესობით გალიდერდა და ყავს რა მაინც შეტევითი პოტენციალიც უკეთესი აქვს და უფრო შეკრული გუნდია რა თან ეგ შეუძლია იბერიას ეს შეცვლა ფეხბურთელების რესურსი აკადემიიდან თავის იმიდან აგერ ახლა აწინაურებს კარგად ბიჭებს რა ნიკ დადიანი კარგი ბიჭია ბართიშვილი აგერ ყველა ხედავთ იზრდება მაგასაკში ყველაზე მაგარია მაინც ქართველებიდან ხუდუშაური ათამაშდა და ტორპედოც ნელ-ნელა მოდის ფერზე და იქნება თუმცა აი ეს ტორპედო ამ შუსტერმა ქნას ბოლო რამე თორე ეს ტორპედოა ჩემთვის ყველაზე უცნაური ტორპედოს კომაგებს იმიტომ რომ ბოლო წლები ვერ გაუძლებს ეგ დიდი ისეთი რიხით იწყებს ტორპედო და მე ისე რაღაცა მინელდება ხოლმე რომ რაღაცა აი ხო ეს სამი ეხლა 4 თამაში გადააბა, კარგად, ეხლა ისევ 9 გოლი გაიტანა, იმაში 2 თამაში გაიტანა, ესა 9 გოლი და ეხლა რუსთავთან კი დაღამწაალეს ესეთი კარგი მდგომარეობა. ხო და მე მაგიტომ მიყვარს, იმიტომ რომ რაღაც ბოლო წლებია ძალიან რიხით იწყებენ, მაგრამ მე რაღაცა ჩავარდნები აქვთ ხოლმე სერიოზული. არა, ეგ შუსტერი იტყვის თავის სიტყვას, როცა იქნება. ალბათ, ფიქრობ ხო, თორე ეხლა ტორპედო ფანებს ვერ გაუძლებს. ძლიერი ქუთაისის მართლა ვერ წარმომიდგენია, აი ხო, ტორპედო აუცილებელია. 10-დან 8 კაცი ტორპედოს გულშემატკივარი მაგაც აგინებს და ვერ წარმომთან საუბარია კაცზე, რომელმაც არა, ნახე როგორ რამეა აგინებს შედეგი არა აქვს რა, ამდენი ფული ხარჯება ეს და მართლა არ არის, ის ტორპედო ისე ვერ თამაშობს, ისე გამართულად ვერ თამაშობს. ესე იგი რაღაც ხდება რა. ვერ მუშაობს ეგ კაცი ახლა რა ვერ მოატყუებ, ხო იცი? ხო, ვერ მუშაობს. მაინტერესებს კიდე რას იზამს ახლო მომავალში ლანჩხუთის გურია. ხო, ლანჩხუთის გურია. გამომდინარე იქიდან რომ მერაბ ჟორდანიამ აქვს რაღაცა ისეთი ამბიციური გეგმები და საინტერესო იქნება. პრინციპში ჯერ ძალიან დაბლა მესამე ლიგაშია და აქედან გამომდინარე. ნუ მერაბმა აქვს თავად თქვა ჩვენ გადაცემაში რომ წლის ჩაგდებას არ აპირებენ. მოკლედ დაიწყეს მე-4-დან გადავიდნენ მესამეში წლეულს აპირებენ მეორეში გადასვლას და მე ხო ანუ საინტერესო იქნება ანუ 2-3 წელიწადში უკვე ეროვნულში შემოუერთდება რაღაცამ ლიდერ გუნდებს გადასარევი იქნება და ნახოთ რა ვიცი შევხედოთ რა იქნება დათასიჭინავა რაც თავარია დათასიჭინავა ადამიანი საჯარიმებს ურტყავდეს მე მართლა არ მინახია რაღაც საოცარი ფეხი აქვს რა ბატონო კარგი ბიჭებო მადლობა მოგზაურობისთვის და მადლობა კვარას და წარმატებები კვარას